მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. Ქორუმი გვაქვს. დღეს გვაქვს აუდიტის ჯგუფის სტომა. წარმოდგენილია განსახილველი საკითხები გთხოვთ დავამტკიცოთ. პირველი SIP სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის დელტას აქტივების მართვისა და შესყიდვების 22-23 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში. გაცემული არის 10 რეკომენდაცია. მეორე საკითხი გვაქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აქტივების მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში. პერიოდი მოიცავს 22 წლებს, გაცემულია 5 რეკომენდაცია. ტრადიციულად რომ გაგვიადვილდეს მუშაობა, მოგახსენებთ ვინ ესწრება სხდომას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან ქალბატონი სოფიო დვალიშვილი, გენერალური აუდიტორის მოადგილე. ბატონი ზაზა შეყილაძე, თავდაცვის საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი. ბატონი თეიმურაზ ჩილინდრიშვილი, მთავარი აუდიტორი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან ბატონი დავით კუპატაძე, მინისტრის მოადგილე. ბატონი გიორგი სხუდაძე, SIP დელტას დირექტორის მოადგილე. ქალბატონი მაია უსანეთაშვილი, SIP დელტას ადმინისტრაციის უფროსი. შინაგან საქმეთა სამინისტროდან ბატონი გიორგი სახოკია, მინისტრის მოადგილე. ბატონი თეიმურაზ მხებრიშვილი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი. ქალბატონი ნინო ბარქაია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე. ბატონი მიხეილ ამირანაშვილი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი. ბატონი ზაზა ფანსულაია, SIP სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს უფროსი. და ქალბატონი თამარ ჭანტურია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იურიდიული სამმართველოს უფროსი. ვინც პირველად ესწრება, შეგახსენებთ, პირდაპირ ეთერში ვართ. ჩვენ ვიხილავთ ყველა ანგარიშს, რომელსაც წარმოადგენს აუდიტის სამსახური და მუშაობთ შემდეგნაირად. აუდიტის სამსახური წარმოადგენს თავის მიგნებებს, რეკომენდაციებს, შემდეგ პასუხისგაცემა და დეპუტატებს, როდესაც სურვილი ექნებათ, დასვავენ შეკითხვებს. კიდევ ერთხელ ჩვენი მიზანი არ არის ზოგადად სამსახურის განხილვა, ჩვენი მიზანი არის მხოლოდ იმ საკითხებზე გამახვილება ყურადღების, რომ ყველა ის საკითხი, რაც აღმოჩენილია აუდიტის მიერ, იქნას შესრულებული და კონკრეტული ვადით და შესრულების თუ როგორ ხდება მის შესრულება. ეს მინოდა წინასწარ მეთქო, თუ რაიმე დამატებით არ აქვს ვინმეს, ქალბატონო სოფიო გადავიდეთ მაშინ განხილვაზე. გთხოვთ. მოგესალმებით, პრეზენტაციას წარმოგიდგენთ ბატონი ზაზა შეყილაძე. დავიწყებთ დელტას აუდიტით. მოგესალმებით. მოკლედ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი დელტას შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის საგანს წარმოადგენდა ცოტა დაშორებით რომ ხმაური არ გქონდეს. კი ბატონო. აუდიტის საგანს წარმოადგენდა სახელმწიფო ქონების მართვა და შესყიდვები. აუდიტის პერიოდი 22-23 წლების შესაბამისობის აუდიტი, დამტკიცდა აუდიტი 25 წელს აუდიტის ანგარიში, გაცემული რეკომენდაციების რაოდენობა შეადგინა 10 ერთეული. მათ შორის 9 ერთეული ეხებოდა ქონების მართვის საკითხებს. ჩვენ ზოგად ინფორმაციას მოგაწვდით აუდიტის ობიექტთან დაკავშირებით. სამეცნიერო ცენტრი დელტას ძირითად საქმიანობის სფეროა სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის დაპროექტება, შექმნა, სერიული წარმოება და რემონტი, განაგვის ღონისძიებების კოორდინაცია, დემილიტარიზაციის პროგრამების განხორციელება და სხვა. მისი დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, გრანტები, აგრეთვე სახელმწიფო შეკვეთისა და ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოებიდან მიღებული შემოსავლები. მისი ძირითად დამკვეთს წარმოადგენს თავდაცვის სამინისტრო. დელტას დაქვემდებარებაშია 6 სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება. ფერდინანდ თავაძის მეტალურგიის სახელობის მეტალურგიისა და მასალამცოდნეობის ინსტიტუტი, რაფაელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი, მიკრო და ნანო ელექტრონიკის ინსტიტუტი, გრიგოლ წულაძის საამთო ინსტიტუტი, სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა ტექნიკის ინსტიტუტი ოპტიკა. გარდა ამისა, დელტას წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული 14 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და 1 არასამეწარმეო იურიდიული პირი. შემდეგი
მოკლედ, ძირითადად როგორც მოგახსენეთ, აუდიტის საგანს წარმოადგენდა ქონების მართვა, ამიტომ მიგნებები, ფაქტობრივი გარემოები დაყოფილი არის სწორედ ამ ორი მიმართულების მიხედვით, სადაც ჩვენს მიერ დადგინდა შემდეგი სახის ხარჯები და ნაკლოვანებები. აქტივების მართვის ნაწილში აქტივების აღრიცხვის ნაკლოვანებები, ეს არის ბუღალტრული აღრიცხვის ნაკლოვანებები, რომელიც შეეხება უშუალოდ აქტივების რეგისტრაციას, აღრიცხვას. აუდიტის პერიოდში დელტა სამეურნეო პროცესების და საქმიანობის შედეგების შესახებ სრული და სანდო ინფორმაციის მიღება ვერ მოხერხდა, რადგან აქტივების აღრიცხვას საფინანსო სამსახური და ლოჯისტიკის დეპარტამენტი ურთიერთშედარების გარეშე აწარმოებდა და მონაცემები ხშირ შემთხვევაში შეუსაბამო იყო. ნედლეული და მასალების ჩამოწერა არ ხორციელდებოდა დროულად, ანუ ეკონომიკური ოპერაციის მოხდენის მომენტში, წლების განმავლობაში არ ჩატარებულა სრულყოფილი ინვენტარიზაცია, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში უკვე განთავისუფლებული თანამშრომლებს ბუღალტრულად კვლავ ერიცხებოდა გარკვეული აქტივები, რომლებიც ლოჯისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით გახარჯული იყო და წლების წინ ექვემდებარებოდა ჩამოწერას. საუტილიზაციო ქონება, მათ შორის ლითონის ჯართი, ღირებულების მითითების გარეშე აღრიცხებოდა, ხოლო მონაცემთა ბაზის შედარება ფინანსურ ნაშთებთან და მიმწოდებელ უწყებებთან არ ხდებოდა. აუდიტის პროცესში გამოვლენდა არაერთი უზესტობა, მათ შორის ფონიჭალის ბაზაზე შავი ლითონის ჯართის ნაშთის 117 ტონით ზენმეტობა. არსებული მდგომარეობის გამო ბაზის აქტივების ნაშთების რეალობის დადასტურება შეუძლებელია. აქტივების ნაწილზე არ არის განსაზღვრული მატერიალური პასუხისმგებელი პირი ან სტრუქტურული ქვედანაყოფი, 6 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება ერიცხება მარაგების ანგარიშზე, მაშინ, როდესაც 3 მათგანი წლების მანძილზე გამოყენებულია, როგორც სამორიგო სატვირთო ავტომობილები, ხოლო დანარჩენი 3 ავტომანქანიდან უკვე შექმნილი არის გზა პროდუქცია. გამოუყენებელი აქტივები, ბალანსზე მარაგების სახით ირიცხება 417,000 ლარის ღირებულების 21 დასახელების ლაბორატორიული მოწყობილება, რომლებიც როგორც დანიშნულებით, ისე ღირებულებით არ შეიძლება მიეკუთვნოს მარაგებს. აღნიშნული ქონება შესყიდულია 13-14 წლებში ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გასაძლიერებლად, საჭირო ნედლეული საწარმოებლად, თუმცა წლების განმავლობაში გამოუყენებელია. არ გამოიყენება კოჯორში მდებარე დასასვენებელი ბაზა, თუმცა მასზე გაწეული არის დაცვის ხარჯები. ჯავშანი მანქანების საწარმოებლად გამოყენებული ავტომანქანების ღირებულება მთლიანად შედის დამზადებული აქტივების თვითღირებულებაში, მორჩენილი ნაწილების გამოყენება არ ხდება, არც შესაბამისი გეგმა არ არის შემუშავებული, რაც იწვევს ქონების მორალურ ცვეთას და გაუფასურებას. ბალანსი არამატერიალური აქტივების სახით ირიცხება 123,000 ლარის ჯამური საწყლის საბალანსო ღირებულების 7 ერთეული ისეთი კომპიუტერული პროგრამა, რომლებიც უკვე წლებია აღარ გამოიყენება, აღნიშნული პროგრამების მოძიება დელტა სერვერზე ვერ მოხერხდა. ქონება დაურეგისტრირებელი ქონება, ოპტიკას საჯარო სამართლის იურიდიული პირი ოპტიკას კუთვნილ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება დაურეგისტრირებელია საკადასტრო პრობლემების გამო. აუდიტის პერიოდში დელტას მიერ სამხედრო ტექნიკისა და ტყვია წამლის შეძენის მიზნით გათვალისწინებულია და გახარჯული 14,861,000 ლარი, თითქმის მთლიანად არის გამოყენებული სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების შესაძენად, მიუხედავად 2023 წლისთვის აღნიშნული რაკეტების დეფიციტის ჰქონდა ადგილი. დელტას მიერ სპეციფიკური ქონების საწყობად გამოყენებული შენობის სახურავები დაზიანებულია და გარკვეულ რისკებს შეიცავს ქონების დაზიანების კუთხით. უტილიზაციის პრობლემები. ინსტიტუტ ოპტიკაში წლების განმავლობაში ინახება 31 დასახელების ვადაგასული ნივთიერებები, სულ 301 კილოგრამის ოდენობით, მათი უმეტესობა წარმოადგენს ტოქსიკურ, მაკროზირებელ, ადვილად დაალება და ფეთქებად საშიშ ნაერთს. შესაბამისად, საჭირო არის მათი სასწრაფო უტილიზაცია. ხარვეზები დადგინდა შვილობილი კომპანიების მართვის ნაწილში, არ არის შემუშავებული შვილობილი კომპანიების მართვის პოლიტიკა, სტრატეგია, სამოქმედო გეგმა ან სხვა სახის პროცესი, დოკუმენტი, ზოგიერთ შემთხვევაში კომპანიის დაფუძნება ხორციელდება შესაბამისი დასაბუთებული ბიზნეს გეგმის გარეშე და საჭირო რესურსის უქონლობის გამო ვერ ხერხდება საქმიანობის დაწყება. შვილობილი კომპანიების უმრავლესობა ან არ დაიწყო საქმიანობა, ან უკვე წლების განმავლობაში აღარ ფუნქციონირებს, თუმცა მათი შემდგომი ფუნქციონირების მიზანშეწონების საკითხი არ განხილულა. 2012 წელს დელტამ Business World Aviation-ის ლიტერატურული ფრენებისთვის გადასცა 342,000 ლარის ღირებულების ვერტფრენი, რომელიც არ ყოფილა გამოყენებული და არსებული მდგომარეობით არასათანადოდ ღია ცის ქვეშ საკონსერვაციო სამუშაოების გარეშე ინახება.
დელტა მშენებელში წლების განმავლობაში არ ჩატარებულია ინვენტარიზაცია შვილობილ კომპანიაში, რაც მნიშვნელოვან რისკებს წარმოშობს. 2011 წელს დელტა 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შპს ქართული კვების კომპანია 2015-22 წლამდე პრაქტიკულად აღარ ფუნქციონირებდა, თუმცა დასაქმებულ თანამშრომლებს ყოველთვიურად ერიცხებოდა შრომის ანაზღაურება, რომლის ჯამრმავდენობა 2015-21 წლებში შეადგინა 1,263,000 ლარი. დელტაში წლების განმავლობაში არ ხდებოდა ჯართის როგორც აქტივის სათანადო მართვა, მატერიალურად პასუხისმგებელი პირების შეცვლისას არ ტარდებოდა ინვენტარიზაცია, მაშინ როდესაც რამდენიმე შემთხვევაში დაფიქსირდა ჯართის დანაკლისის ფაქტები. ქონებას იღებს ორგანიზაცია, როგორც თავდაცვის სამინისტროც, ეს სხვა ძალოვანი სტრუქტურების ქვედანაყოფებიდან ამ ლითონის ჯართს, ისე რომ არ ხდება მიმწოდებლებთან ერთჯერადი ან პერიოდული შედარება. შესაბამისად, გაცემული არის აღნიშნული ხარვეზების დანაკლებების საპასუხოდ 9 რეკომენდაცია და ყველა რეკომენდაციის ადრესატს წარმოადგენს სამეცნიერო ცენტრი დელტა. ბუღალტრული აგრეთხვისთვის პირველი რეკომენდაცია ნომერი ბუღალტრული აგრეთხვისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მთავარი ამოცანების მიღწევის უზრუნველსაყოფად თავდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით განახორციელოს ღონისძიებები ფინანსური აგრეთხვა ანგარიშგების მოსაწესრიგებლად ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის დონეზე. შესრულების სტატუსი ამ რეკომენდაციის არის მიმდინარე. ობიექტმა წარმოადგინა სამოქმედო გეგმა, თავისდროულად გაწერილი არის ყველა ღონისძიებები ამ სამოქმედო გეგმაში და მათ შორის ამ რეკომენდაციაზე. აღნიშნული რეკომენდაციების შესრულებით გათვალისწინებული აქტივების ნაწილი უკვე დაწყებული და ჩვენს მიერაც არის დადასტურებული. რეკომენდაცია მეორე. საჯარო არსებული აქტივების გეგმაზომიერად და ეფექტიანად გამოყენების მიზნით შეიმუშაოს და დაამტკიცოს განვითარების სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება როგორც გამოუყენებელი ჩართდანადგარების და მოწყობილობების, ასევე სარემონტო უძრავი ქონების შემდგომი განკარგვის საკითხები. რეკომენდაცია მესამე. სახელმწიფო აქტივების აღნიშნული რეკომენდაცია სტატუსიც არის მიმდინარე. სახელმწიფო აქტივების ეფექტიანად გამოყენების მიზნით განიხილოს ბალანსზე რიცხული ისეთი ქონების სახელმწიფოსთვის დაბრუნების მიზანშეწონილობის საკითხი, რომელთა გამოყენების საჭიროება და პერსპექტივა ამ ეტაპზე არ არსებობს. შესრულების სტატუსია მიმდინარე ამ რეკომენდაციის. რეკომენდაცია მეოთხე. სახელმწიფო აქტივების არამართლზომიერი გამოყენებისაგან ან მართვისაგან დასაცავად ოპტიკასთან კოორდინაციით გაატაროს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები ინსტიტუტის უძრავი ქონების სახელმწიფო რეგისტრაციისთვის. შესრულების სტატუსი მიმდინარე. ამ კუთხითაც დაწყებულია მუშაობა. რეკომენდაცია მეხუთე. სახელმწიფო ქონების დაცვის და ამ ქონების უკვე შესაძლო დატაცების ფაქტების გამოვლენის მიზნით უკვე თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით დააჩქარონ საინჟინრო სამსახურთან დაკავშირებული ბალანსზე რიცხული არაიდენტიფიცირებადი ქონების და შესაბამისი დოკუმენტაციის მოძიება, იდენტიფიკაციის და აღრიცხვის პროცესი. ეს ეხება სწორედ მნიშვნელოვანი ხარვეზების სწორედ ამ მიმართულებით იყო გამოვლენილი, რომ ეს საინჟინრო სამსახურის ქონება, რომელიც აღრიცხული არის მათ ბალანსზე და შესაბამისად ის უკვე სხვა უწყებას გადაეცა და სხვის ბალანსია და შესაბამისად არ მომხდარა გადაბარება. რეკომენდაცია მეექვსე. ბალანსზე რიცხული იარაღის, საბრძოლო მასალების და სხვა სახის სპეციფიკური ქონების ხარისხის გაუარების ან წყობრიდან გამოსვლის პრევენციის მიზნით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული აქტივების შენახვისათვის სათანადო პირობების შესაქმნელად. რეკომენდაციის სტატუსი არის მიმდინარე. რეკომენდაცია მეშვიდე. მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განახორციელონ ინსტიტუტ ოპტიკაში არსებული ვადაგასული ტოქსიკური, მაკროსირებელი ადვილად აალებადი და ფეთქებად საშიში ნაერთების უტილიზაცია მოქმედი წესების დაცვით. სტატუსი მიმდინარე. რეკომენდაცია მერვე, რომელიც ეხება შვილობილი კომპანიების მართვას. შვილობილი კომპანიების სათანადო მართვის, მათ საქმიანობაში მნიშვნელოვანი გადაცდომების პრევენციის და კუთვნილივი დივიდენდების დროულად მიღების მიზნით შემუშავებული იქნა შვილობილი კომპანიების მართვის სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და შესაბამისი ფორმალიზებული პროცესი. გენერალურ დირექტორსა და მის მოადგილეებს შორის საკურატორო სფეროების განაწილების პროცესში განისაზღვროს შვილობილი კომპანიებთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი პირები, განიხილოს იმ შვილობილი კომპანიების შემდგომი ფუნქციონირების მიზანშეწონილობის საკითხი, რომლებსაც ან არ დაუწყიათ საქმიანობა, ან უკვე წლების განმავლობაში აღარ ფუნქციონირებენ. შესრულების სტატუსი
მიმდინარე და ბოლოს მე-9 რეკომენდაცია ქონების დატაცების პრევენციის მიზნით შეიმუშაოს და დანერგოს დემილიტარიზაციისა და უტილიზაციის შედეგად მიღებული აქტივების მართვის ისეთი სისტემა და კონტროლის მექანიზმები, რომლებიც გონივრულ ზღვამდე შეამცირებენ სფეროში არსებულ რისკებს. აღნიშნული რეკომენდაციის სტატუსიც არის მიმდინარე. მადლობთ ბატონო ზაზა. მე მართავ ბატონ დავით კუპატაძეს. გნებავთ თქვენი წარმომადგენელი, რომ გვიპასუხოთ. თავიდან მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ მძიმე ანგარიშია, საკმაოდ კი არა მძიმე ანგარიშია და ასევე ისიც მინდა ვთქვა, რომ ახალი ხელმძღვანელობა ყავს. ახალი ხელმძღვანელობა არის წარმოდგენილი. და იმედი მაქვს, რომ საკითხები ანგამოსწორებულია და ანგამოსწორების პროცესია. მაშინ ჩვენ რეკომენდაციების მიხედვით მივყვეთ და შეკითხვები თუ იქნება რამე კი ბატონო, დავიწყოთ პირველი რეკომენდაციით. კეთილი, მოგესალმებით. მადლობა. მე თვითონ შევეცდები რომ გაქცეთ პასუხი ამ უწყურველ პასუხი ყოველ რეკომენდაციაზე და თემატურად ჩავთავთ ჩვენს კოლეგებს თუ იქნება ამის აუცილებლობა. პირველ რიგში ზოგადად გავაკეთებ განმარტებას რა არის საფუძველი ამ ყველა რეკომენდაციის და რატომაც გახდა საჭირო 10 უცხრა რეკომენდაციის გაცემა აუდიტის პერიოდში. ძირითადი ორი განსაზღვრული გარემოება ეს იყო მასშტაბური ინვენტარიზაციის ვერ ჩატარება წლების განმავლობაში დელტაში და მეორე სააგრეთო სისტემების არათავსებადობა, გულისხმობს საბუღალტრო სისტემაში სხვა სისტემა ფუნქციონირებდა, ხოლო საწარმოო პროცესებს აღრიცხავს სხვა სისტემა, ლოჯისტიკას და საწყობს მართავს სხვა სისტემა. აი ამ სუსტად ამ ორი ფაქტორის გამომდინარე დაგროვდა ის პრობლემები, რომლებიცაც წარმოუდგინა აუდიტის სამსახურმა. რაც შეეხება ინვენტარიზაციას, ჩვენ მიმდინარე წელს უკვე დავასრულეთ ინვენტარიზაცია, რაც წლების განმავლობაში ვერ ტარდებოდა, როგორც აღნიშნეს, მნიშვნელოვანი და მასშტაბური საქმე იყო და გამომდინარე იქნა, რომ დიდი პერიოდი იყო დაგროვებული ვერცეთი მენეჯმენტის ხელმძღვანელობის პირობებში, ბოლომდე ვერ მედიოდა იყო ჩატარებული, მაგრამ ფორმალიზება ვერ ხდებოდა. მიმდინარე წლის მარტის თვეში ჩვენ დავასრულეთ ინვენტარიზაცია და აქ წარმოდგენის საკითხების 70% უკვე მოგვარებული და გამოსწორებულია. მიმდინარეობს ასევე უკვე მირეგით მეორე ინვენტარიზაცია, რომელიც დამთავრდება მიმდინარე წლის აგვისტომდე და წლის ბოლოს უკვე ჩვენ მივიღებთ მესამე ინვენტარიზაცია, სადაც პრაქტიკულად 100% იქნება მოწესრიგებული და მოგვარებული. მასშტაბი რო წარმოვიდგინოთ, ეს არის საკმაოდ დიდი ასორტიმენტი 30-ის ერთეულზე მეტი სხვადასხვა სახელების პროდუქცია იყო, რომელიც არის განთავსებული რამოდენიმე ათეულობით 1000 კვადრატულ მეტრზე. მივყვები თანმიმდევრობით. რეკომენდაცია პირველი. პრაქტიკულად რეკომენდაცია პირველი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩაეტევა მითითებულ ვადებში, შესრულებულია უკვე მნიშვნელოვანი ნაწილი. საბუღალტრო სისტემა თავსებადია უკვე საწარმოო პროცესებთან და ასევე თავსებადია საწყობების მართვასთან. დამტკიცებულია ასევე შიდა კონტროლის მექანიზმები, აქტიურად მუშაობს შიდა აუდიტის სამსახური და ყველა CP, და ყველა შეპესე, რომელიც არის დელტასთან კავშირში, მკაცრ რეპორტის სისტემას უკვე აკმაყოფილებს და წარმოადგენს ანგარიშებას დროულად. რეკომენდაცია ნომერი 2. ბატონო ზაზა, თქვენ ამას ზნამხედრობას უკეთებთ, ხო? ასე არის? თქმა უნდა, გეგმა წარმოდგენილი არის და შესაბამისად გაწერილია ყველა აქტივობები და მაქსიმალური მონიტორინგის ქვეშ არის ყველა რეკომენდაცია. რეკომენდაცია ორი შეეხებოდა განვითარების სტრატეგიას. განვითარების სტრატეგია დელტასი უკვე მიღებულია, შემუშავებულია და არსებობს. განვითარების სტრატეგია, როგორც ვთქვი, გადაგზავნილი არის აუდიტის სამსახურში, ან პრინციპში თუ არ არის მიმოწვით. აქვე მინდა განმარტება გავაკეთო, რომ განვითარების სტრატეგია ნაწილია თავდაცვის სტრატეგიის ზოგადად და ეს გადაიხადება ყოველწლიურად. შესაბამისად, განვითარების სტრატეგიის მიღების შემდეგ უკვე შეიქმნა და შემუშავდა მეთოდოლოგიური ჩარჩო ამ ჩართანადგარების და გამოყენებელი ქონების მართვის შესახებ, რომელზეც ისაუბრა ბატონო ზაზამ. უკვე დამთავრებულია ფორმირება იმ სეის, რომელიც განსაზღვრავს ჩართანადგარების
სტატუს გარკვეული ჩათანადგარები იქნება მოხსნილი ბალანსიდან და გადაეცემა სახელმწიფოს გარკვეული ჩათანადგარები, რომლებიც ექვემდებარება გაუმჯობესებას, გაუმჯობესდება, არსებობს სარემონტო დანადგარები და არსებობს ჩასანაცვლებელი დანადგარები. აქვე დავამატებ, რომ სიგმა დელტა მიმდინარე პერიოდში, მიმდინარე წელს უკვე შეიძინა 63 ახალი ჩათანადგარი, რომლებიც ასევე პრაქტიკულად ჩაანაცვლებს არსებულ მორალურად და ტექნიკურად მოძველებულ ჩათანადგარებს. ეს გაზრდის დელტას წარმომავლობას დაახლოებით 50%-ით. მისამე ბატონი ზაზაითვის თუ რამე ისე არ არის, გვეტყვის და ამიტომ აღარ გავიმეორებ ყოველ რეკომენდაციის შემდეგ. დიახ, კოლეგებო თუ ესე იგი გინდა ბოლოს, გინდა სროლობის კარგით. ეს შემდეგი რეკომენდაციაც ეხება ჩათანადგარებს და პრაქტიკულად უკვე ამაზე ის ერთად გავაერთიანე, ამიტომ გადავალ მეოთხე რეკომენდაციაზე. მეოთხე რეკომენდაციის სტატუსი ასევე პრაქტიკულად დამთავრებულია, ამიტომ რომ SIP-მა ოპტიკამ, რომელზეც არ იყო დამაგრებული ის 16 კვადრატული მეტრი, რომელიც მის საკუთრებაში იყო, მაგრამ იყო გადაფარვა იყო რეისთან, მიმართა უკვე ქონების სააგენტოს და ეს პროცესი როგორც ვიცი დამთავრებულია. დელტას მხრიდან დამთავრებულია. მიმდინარეობს გარკვეული კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურები. მეხუთე რეკომენდაცია უკავშირდება იმ აქტივებს, რომლებიც 2012 წელს გადამოიცა SIP დელტას, როგორც საინჟინრო ბატალიონის, რომელიც გავუქმდა თავის სამინისტროში და გადმოვიდა დელტას შემადგენლობაში. ამას მოყვა დოკუმენტურად გადმოეწერა ის აქტივები, რომლებიც იყო იმ მოცემულ მომენტში ბალანსი ამ საინჟინრო ბატალიონის, თუმცა როცა გაუქმდა ეს ბატალიონი და დაბრუნდა ისევ თავის შემადგენლობაში, უკვე წავიდა ფაქტიურად მოტანილი აქტივები, ამიტომ მან გამოიწვია ფაქტიურსა და დოკუმენტურებულ საბოლოო შედარებით გარკვეული სხვაობა, ამ სხვაობის მოძიება მიმდინარეობს, ეს რეკომენდაცია შესრულების ეტაპზეა. მიმართა დელტა მოკლედ თავდაცვის სამინისტროს მოგმართა წერილობით და შეიქმნება მუშა ჯგუფი, რომლებიც ყველა ქვედანაყოფში, სადაც გადანაწილდა საინჟინრო ბატალიონი, იქნება მოძიებული ეს აქტივები. ყოველ შემთხვევაში ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც სრულყოფილი მინდორზე ჩადარდა დელტაში. ამიტომ ამ რეკომენდაციასაც ფიქრობ, რომ შევასრულოთ მითითებულ ვადებში, თუ საჭიროება იქნება ამ ვადის გახანძილების მიმართოთ შესაბამისი ფორმით. შემდეგი რეკომენდაცია. რეკომენდაცია, რომელიც შეეხებოდა გადახურვის საწყობის გადახურვის საკითხს, დელტამ თავისი ძალებით ეს პრობლემა აღმოფხვრა ოპერატიულად და ამავე დროს მიმართა თავდაცვის სამინისტროს, რომ გამოიყოს დამატებითი დაფინანსება და მოხდება კაპიტალურად ამის გადახურვა მიმდინარე თვეებში. თუმცა პრობლემა მოგვარებულია საწყობი, რომელშიც ახსენა ბატონო ზაზამ, იქ პრაქტიკულად წყალი არ ჩადის. საწყობში რაც არის, ის სწორედ მისი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე მოხდა ოპერატიულად დელტას მიერ ამ თავის საკუთარი სახსრებით ამის აღმოფხვრა. რეკომენდაცია, რომელიც შეეხებოდა ოპტიკას ბალანსი არსებულ ტოქსიკურ ნივთიერებებს, მის უტილიზაციას, ეს პრობლემას მოგვარებულია. სპეციფიკური ნივთიერებებია, ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც საჭიროებს სპეციფიკურ კომპეტენციებს, აღნიშნული საკმაოდ შეზღუდულია საქართველოშიც და არა მარტო საქართველოში, თელე სოფლიოში. კომპანია მოძიებული და კონტრაქტებულია, ვინც ამის უტილიზაციას მოახდენს და მიმდინარე თვის ბოლომდე ეს საკითხის მოგვარებული იქნება. ამიტომ აქვს ამას მიმდინარე სტატუსი, პრაქტიკულად ესეც შესრულებულია. რეკომენდაცია, რომელიც შეეხებოდა საწარმოშილობილი კომპანიების მართვას 2025 წლის მდგომარეობით უკვე 10 შეპესე არის გაუქმებული და შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული რეკომენდაციაც არის შესრულებული. ასევე შემუშავებულია და დამტკიცებულია პარტნიორი კომპანიებისში, სადაც წილობრივი მდგომარეობა აქვს დელტას, მართვის და ანგარიშების სახელმძღვანელო. აღნიშნულ სახელმძღვანელოსაც გავაზიარებთ მიმდინარე კვირაში. მეგონი რეკომენდაციები მოვიცავი ბოლომდე.
შეკითხვებით. ბატონი ირაკლი, ბატონი ბეჟანი. მოგესალმებით, როგორც ბატონმა პაატამ აღნიშნა, საკმაოდ მძიმე დასკვნა. მე მაინტერესებს, იყო თუ არა ხელის შემშლელი ფაქტორები, ანუ რატო ვერ ხერხდებოდა, ვთქვათ, აი ამ ყველაფრის მოწესრიგება, თითქოს და ელემენტარული კეთილინება იყო საჭირო, როდის შეიცვალა ხელმძღვანელობა და როდიდან დაიწყო რეკომენდაციების შესრულება. ანუ წინა ხელმძღვანელობის დროს თუ რო შეიცვალა ხელმძღვანელობა მას შემდეგ. ეს როგორც ხედა ორივე მხარესთან არის ხო შეკითხვა თუ მე გავუცემ პასუხი შეიძლება და შემდეგ კეთილი რეკომენდაციები გაცემულია 2025 წლის სექტემბერში შესაბამისად დაიწყო მიმდინარე სექტემბრიდანვე ამის მუშაობა და ამ რეკომენდაციების შესრულება. რაც შეეხება ხელმძღვანელობას 2025 წლის ივლისშია შეცვლილი. ბატონო ბეჟანი. მოგესალმებით კოლეგებო. მართლაც რბილად რო თქვა არასახარბიელო დასკვნა. ნაკორი მიმართულება განხილული როგორც ქონების ასევე შესყიდვების და ორივე მხარეში ძალიან დიდი დარღვევა. შემდეგ მე ბოლოს კითხვა მექნება აუდიტთან, მაგრამ ჯერ მინდა ამ სამსახურის ხელმძღვანელებს ვთხრათ, რომ და ახალი ხელმძღვანელობა ყავს და მინდა რომ ამ მიმართულებით გააძლიეროთ მუშაობა. მე უკვე 6 წელია მესმის აქ ეს შენიშვნები, პირდაპირებები და მე იმედი ვსვიტოვებ, რომ ეს დაპირებები, რასაც თქვენ გაცემთ, არ იქნება მხოლოდ დაპირებები. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყოთ, რომ ჩვენი ხელისუფლების მთავარი მიზანი ეს არის ქვეყანა მივიდეს იმ ეტაპამდე, რომ სოფლიოში ერთ-ერთ სამეულში გავიდეს კორუფციის სიმცირის მიხედვით. და რაც შეეხება ახლა დღევანდელ დასკვნას, ეს ბილად რო ვთქვათ, ამით ჩვენ ვერ გავაკეთებთ ვერაფერს. სამეულში კი არა, ძალიან ცუდ ადგილზე ვიქნებით. ეხლა ბევრი რო ვერ ჩამოვყვა, აქ ძალიან ბევრი რაღაცა, რამდენიმე რამე. თავარი ეს არის აღრიცხვის მოწესრიგება. უკვე რამდენი წელია ვისმენ, რომ ინვენტარიზაციის ვერაფერს ვერ გააკეთებთ ინვენტარიზაცია. თუ არ ვიცით რა გვაქვს შემოსავალი, რა გვაქვს მარაგები და რა გვაქვს გასავალი და ვისი ვალი გვაქვს და ვისა აქვს ჩვენი ვალი. ეხლა ამ кейსს რო გადახედავ და დღეს ვხედავდი და რამდენიმე кейსი ამოვიღე და არც მინდა ჩამოვთვალო, იმიტომ რომ ძალიან მძიმეა. ამ ხნის კაცი ვარ მართლა თუთაშხიაში რომანი კადროქილია რო ამბობს რომ იმდენი უბედურება მინახია საფინანსო სფეროში, მაგრამ ასეთი ნამდვილად არა. ერთ-ერთი მძიმე кейსია და მე იმედს გამოვთქვამ რომ ახალი ხელმძღვანელობა ბატონი ირაკლის ხელმძღვანელობით და იმას ვისაც ეხება ეს თემა და ასევე დელტას ხელმძღვანელობა, ალბათ ახალი ხელმძღვანელობა აქვს, მე არ ვიცი ახლა ალბათ ესეც მითხარით, ამას აუდიტი ყავდა, შიდა აუდიტი ყავდა, სად არის ეს კაცი და როგორ. ამიტომ მე მინდა იმედი გამოვთქვა რომ ეს შემდგომ განხილვის დროს და ამის შემოწმების დროს და გადამოწმების დროს, რომელსაც ჩვენ კარგი ის გვაქვს კარგი დავგეგმეთ კარგად, რომ ესე იგი ვიხილავთ წინა შენიშვნების განხილვას, როგორი შესრულდა, როგორ შესრულდა, მე დარწმუნებული ვარ ეს გამოსწორდება. და აუდიტს მინდა კიდევ მიმართო რომ შენიშვნები კარგია, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, საზოგადოება მიცოდეს რა ხდება იქ, მაგრამ აი ამ შენიშვნებით მე მაგალითად ყველა 10-ვე შენიშვნას როგორც შენიშვნა მარტო რბილად რო ვთქვათ არ გავატარებდი რა. იმიტომ რომ ყველა თითოეულ შენიშვნაში ხმათ ჩუჩა უღმამდები და ვინაც ფინანსები იცის, ყველა შენიშვნა ფაქტურად დანაშაულია. მადლობთ. სხვა შეკითხვები არ არის, პრინციპში ვეთანხმები კოლეგებს იმ აზრით, რომ აი რაზე უნდა ისაუბრო თუ არ არის აღრიცხვა გაკეთებული. ინვენტარიზაციის გარეშე აი რა საერთოდ რაზე უნდა ისაუბრო, ან განხილვას რა აზრი აქვს, თუ არ ვიცით რა გაქვს და ვისი ვალი გაქვს და ან შენი ვალი ვის აქვს, არ ვიცი. შეიძლება დავამატებო. კი, აუცილებლად. ეხლა მეც იმ სულისკვეთებით ვარ, რომ ახალ ხელმძღვანელობას უნდა მიეცეს საშუალება, მით უმეტეს აუდიტი გვიდასტურებს, რომ ის რაც შეპირებებია და გაცემული ასრულებენ და იმედი ვსვიტოვებ ბატონო ბეჟან მეც რომ ეს ყველაფერი შესრულდება. ჩვენ სანამ გადავალთ ბოლო რეკომენდაციაზე გთხოვთ ბატონო დავით. ასე მინდა გამოვიხმაურო რომ ისე თუ შეიძლება დავუზუსტებ რომ კი ინვენტარიზაციის ჩაუტარებლობა უგანესნელი და ახლობით 20 წლის განმავლობაში ეს იყო ერთადერთი და მთავარი განსაზღვრელი
მიზეზი ამ დაგროვებული პრობლემების და მიმდინარე წლის მარტის თვეში ჩვენ დავასრულეთ ინტერესა, რომელიც მიმდინარეობდა 6 თვის განმავლობაში. და აგრიცხა პრაქტიკულად ყველაფერი ან დღეის მდგომარეობით ეს პრობლემა მოგვარებულია. კარგი, მადლობა. ბატონო ზაზა, დავამთავროთ მაშინ ჩვენ რეკომენდაციას. ბატონო. მინდა აღვნიშნო, რომ აუდიტის პროცესი თვითონ მიმდინარეობდა ძალიან კონსტრუქციულ გარემოში, ამადლობელი ვარ აუდიტის ობიექტის ხელმძღვანელობის განსაკუთრებით შემდგომში რეკომენდაციების გაცემის შემდგომ პერიოდში და დროულად და კონკრეტული დეტალური სამოქმედო გეგმა იქნა წარმოდგენილი და დაწყებული არის აქტივობები. და გარკვეული მიგნებები ასევე SIP დელტას შიდა აუდიტის სამსახურის მიერ იქნა წარმოდგენილი ესეც აღსანიშნავია გაიჭერა შიდა აუდიტმაც. ანუ რა ზანებთ? აუდიტს ეს ხონდა შიდა აუდიტს ედუეს ყველაფერი? დელტას კი რა თქმა უნდა ის მიმდინარე პერიოდში უკვე რასაც დაიყრდნო ასევე სახელმწიფო აუდიტიც. არა, საუბარი იყო ეს გეკითხებათ კოლეგა რომ იმ მომენტში შიდა აუდიტი ეს რაც არის თუ აფიქსირებდა თუ არ აფიქსირებდა. 2025 წლის განმავლობაში დაფიქსირებული აუდიტსაც 23-ში 22-ში. მაგ პერიოდში ვერ გახსოვთ გასულს მაგ პერიოდში არ 2022-2023 წელს აუდიტი ისედაც მოგვიანებით ტარდება. შესაბამისად მოგვიანებით პერიოდში შიდა აუდიტს დასტურდება ის. შიდა აუდიტის ეს იაკეთებს, ანუ მიმდინარე პერიოდს ვერ მიყვება, პერიოდი იხურება და შემდეგ ცოტა ჩამორჩენა არის ახლა 22 წელში 26-ში ხარ წარმოადგენს და აუდიტმა უნდა წარმოადგენოს თქვა 6 თვის მერე 24-ში 23-ში და თუ მაშინ თუ წარმოადგენეს თუ ახლა რო წარმოადგენეს გასაგებია. შიდა აუდიტის დეპარტამენტი განსაკუთრებით აქტიურობს რეკომენდაციების შესრულების კუთხით და მონიტორინგს უწევს რეკომენდაციების შესრულებას ცალკეული სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ. ანუ ამ კუთხით არის სრული კოორდინაცია და მაქსიმალურად მათი მხრიდან ჩართულობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების კუთხით. აი ამ პერიოდში ვინ იყო აუდიტი ის თუ მუშაობს დღეს და ჩაატარა თუ არა 21, 22 ეს არის 23-ში ან 24-ში. აი ეს მიკითხე. ხელმძღვანელი შეცვლილია დიახ. აუდიტის ხელმძღვანელი შეცვლილია. ასე კი. ეგ იყო საინტერესო რომ თუ ესეთი რამეები ხდებოდა და აუდიტმა იცოდა, მაგას გეკითხებათ რომ თუ წერდა ამას ყველაფერს. კარგით, ბატონო ზაზა გთხოვთ. კი ბატონო. მოკლედ ასევე ერთი რეკომენდაცია გავეცეთ ამ აუდიტის პარალელში, რომელიც ეხება სახელმწიფო შესყიდვებში დადგენილ შესყიდვების პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების ნაკლოვანებებს. ეს არის დელტაში შესყიდვების დაგეგმვის პროცესი ძირითადად ფორმალურ ხასიათს ატარებს. რაც ნაწილობრივ ვირთაა გამოწვეული, რომ წინასწარ შეუძლებელია ზუსტად განესაზღვროს რა სახის და მოცულობის დაკვეთას მიიღებს იგი უშუალოდ თავდაცვის სამინისტროსაგან, რადგან თავდაცვის სამინისტრო არის ერთ-ერთი ძირითადი დამკვეთი. შეკვეთების რაოდენობა ხშირად და მნიშვნელოვნად იცვლება წლის განმავლობაში. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ დელტას სამინისტროსაგან აქვს სისტემური, ანუ წინასწარ ცნობილი შეკვეთები, რომელიც მყარი არის ყოველწლიურად, რომელთა დროულად შესასრულებლად შესაძლებელია ამ კუთხით შესყიდვების გარკვეული სიზუსტით დაგეგმა, რაც არ ხორციელდება. შესაბამისი პასუხისმგებელი პირების განმარტებით წლის განმავლობაში საჭირო ნედლეულის და მასალების მარაგების წინასწარ შექმნა ვერ ხერხდება საბიუჯეტო სახსრების და ფინანსების სიმცირის, შესაძლებელი საქონლის სპეციფიკურობის და უგეგმავი შეკვეთების მიღების და სხვა მიზეზების გამო. დელტა სამინისტროსგან, თავდაცვის სამინისტროსგან სისტემატურად იღებს აქტივების დამზადება მიწოდების შეკვეთებს, რაც უმეტეს შემთხვევაში დაგვიანებით ასრულებს საჭირო ნედლეულის არადროულად შესკვნის გამო. მაგალითად, სამინისტროს მიერ 2022 წელს მოთხოვნილი დაკვეთა შესრულებული იქნა 2024 წლის ბოლოს. მოკლედ, ერთი რეკომენდაცია გავეცით აღნიშნული საკითხის დასარეგულირებლად. ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის ამაღლების არსებული საწარმოო სიმძლავრეების და შრომითი რესურსების ეფექტიანად გამოყენების მიზნით დაადგინოს ისეთი ნედლეულის მარაგების მინიმალური ოდენობა, რომლებიც აუცილებელია სამინისტროს შეკვეთების შესასრულებლად, სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში გაითვალისწინოს საჭირო თანხები და გაატაროს ქვეითი ღონისძიებები აუცილებელი ნედლეულის და მასალების დროულად შესასყიდად. ეს ამ რეკომენდაციასაც აქვს მიმდინარე სტატუსი, რა თქმა უნდა, შესყიდვების ნაწილში გარკვეული ხარვეზები, არაარსებითი ხასიათის კონტროლის სისტემები აღმოჩნდა, რომელიც ანგარიში არის დაფიქსირებული, მაგრამ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ერთი რეკომენდაცია გაგვეცა
რომელიც მნიშვნელოვანი იყო და რომელიც მოითხოვდა არსებით მოგვარებას და ეს არის დაგეგმვის პროცესის შესყიდვების. ეს არის მადლობთ ბატონო დავით თქო. დიახ, შეიძლება აღნიშნული რეკომენდაცია შესრულებულია და განსაზღვრულია მინიმალური მარაგების მოცულობა, რომელიც ცენტრ დელტას უნდა ჰქონდეს საწყობში, ეს უკვე აქვს და ასევე პრაქტიკულად ყველა შესყიდვებში ის მცირედი, რაც ახსენება ბატონო მზაზამ, ის არის მცირედი შეუსაბამის აღმოფხვრელია პრაქტიკულად შესყიდვების 80% უფრო მეტიც ხდება ღია ტენდერებით და შესაბამისად ყველას აქვს შესაძლებლობა თვალი ადენოს ამ პროცესს. მადლობთ ბატონო ზაზამ, ეთანხმებით? ყველა რეკომენდაცია ბოლოს ვსაუბრობ. ბოლო რეკომენდაციაზე. ბოლო რეკომენდაციაზე რა თქმა უნდა წარმოდგენილი არის სამოქმედო გეგმა და მატარებულია შესაბამისი ღონისძიებები. მიმდინარეობს ჩვენს მიერ შეფასება ამ აქტივობების. მადლობთ. მე მგონი ყველაფერი გასაგები აქვს და თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა. კარგი ბატონო დავით, თქვენ გულთან ერთად წარმატებას გისურვებთ და იმედია რომ შემდეგ შეხვედრაზე ყოველ 2 წელიწადში ხდება ასეთი შემოწმება. ყველაფერი ნორმალურად იქნება და ეს სიტუაცია აღარ იქნება. მადლობა მოგზაურებს. მადლობა. გადავდივართ მეორე საკითხზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აქტივების მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისი აუდიტის ანგარიში. გაცემულია 5 რეკომენდაცია. ქალბატონო სოფია ვინ იქნება მოხსნა? ისევ ბატონი ზაზა შეყილაძე წარმოგიდგენთ პრეზიდენტ. ხო, მოკლედ ზოგადი ინფორმაციას ამონა ყველას თვის კარგად ნაცნობი არის აღნიშნული სამსახურის ფუნქციები და მისია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას წარმოადგენს. იგი წარმოადგენს საგანგებო სიტუაციებზე მთავარ მორეაგირებულ უწყებას ქვეყანაში, ხოლო მისი სახანძრო სამაშველო ძალების დეპარტამენტი არის ეროვნული სისტემის ძირითადი საოპერაციო ძალა, რომლის ტერიტორიული დანაყოფებიც განთავსებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია საგანგებო სიტუაციაზე სწრაფი რეაგირება, სახანძრო სამაშველო მზადყოფნის უზრუნველყოფა, რისკების იდენტიფიცირება და პრევენცია, ადრეული შეტყობინების სისტემის განვითარება და სახელმწიფო მატერიალური რეზერვების მართვა. სამსახური უზრუნველყოფს აგრეთვე ქვეყანაში ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციული და ბირთვულ უსაფრთხოებას. მისი დაფინანსების წყარო ძირითადად არის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები, გრანტები და საკუთარი სახსრები. სამსახური ახორციელებს სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს. ჩვენი აუდიტის საგანს წარმოადგენდა იგივე თემატიკა, რაც დელტაში, ეს იყო ქონების მართვა და შესყიდვები, ამიტომ ჩვენი მიგნებები ძირითადად მოცული არის სწორედ ამ მიმართულებით და შესაბამისი რეკომენდაციებიც არის გაცემული. სახანძრო აქტივების მართვასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ესეთი ხარვეზი, სახანძრო სამაშველო დანაყოფების შენობა ნაგებობების სიმცირე და არსებული არადამოკმაყოფილებელი მდგომარეობა. ქვეყნის ინტენსიური განაშენიანების პირობებში ახალი სახანძრო სამაშველო დანაყოფების შექმნა გარდაუვალია, თუმცა ამ კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი არ ფიქსირდება. სამსახურს არ გააჩნია საკმარისი ოდენობის სახანძრო სამაშველო დანაყოფების შენობები, არსებული მნიშვნელოვანი ნაწილი კი არადამოკმაყოფილებელი მდგომარეობაშია, კერძოდ აბაშის, გარდაბნის, ქარელის, ხელვაჩაურის და ბათუმის მეორე განყოფილების შენობები. სამსახურის ბალანსი ირიცხება რამდენიმე დასახლებულ პუნქტში არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებიც გამოუყენებელია და სადაც შესაბამისი დაფინანსების არსებობის შემთხვევაში მოიაზრება ახალი სახანძრო სამაშველო დანაყოფების შენობების აშენება. მოქმედი კანონმდებლობით 2016 წლიდან რეგულირდება სახანძრო სამაშველო დანაყოფების შენობა-ნაგებობების დაპროექტების ნორმები, რომლის მიხედვით განსაზღვრული მოთხოვნების ნაწილს ვერ აკმაყოფილებს, როგორც ძველი, ასევე ბოლო წლებში 2019 წლამდე აშენებული სახანძრო სამაშველო დანაყოფების შენობები ამ ნორმებს ზოგიერთ ნაწილში ვერ აკმაყოფილებს. სპეციალიზირებული ავტოტექნიკისა და სახანძრო სამაშველო აღჭურვილობის მართვის პროცესის გამოწვევები.
სამსახური ასევე სახელმწიფო რეზერვების სააგენტოს არ აქვს შემუშავებული ავტოპარკის მართვისთვის აუცილებელი მარეგულირებელი დოკუმენტი. მაგალითად არ არის მიღებული შესაბამისი მარეგულირებელი აქტი, სადაც განსაზღვრული იქნება საჭირო სატრანსპორტო საშუალებების სახეობები და რაოდენობა სახანძრო სამაშველო დანაყოფების მიხედვით. აღსანიშნავია მაღალი გამავლობის საავარიო სამაშველო ავტომობილების სიმცირე. სულ სახანძრო სამაშველო ძალების დეპარტამენტს 193 ერთეულის მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილი ერიცხება, რომელთა ძირითადი ნაწილი საავარიო სამაშველო მიზნებისთვის გამოიყენება, თუმცა ზოგიერთ დანაყოფში ქარელი, მარნეული, ხელვაჩაური, მარტვილი, ხობი ასეთი ავტომობილების არ ქონის გამო სამაშველო გამოძახების დროს წყლით დატვირთული სახანძრო ავტომობილებით უწევთ გასვლა. მინისტრის ბრძანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრის ბრძანებით განსაზღვრულია იმ სახანძრო და საავარიო სამაშველო ავტომობილების მოწყობილობების, ეკიპირებისა და სხვა საშუალებების ჩამონათვალი, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მათ საქმიანობაში, თუმცა ბრძანებით აღნიშნული არ არის დაკონკრეტებული ცალკეული დანაყოფების დონეზე. არ არის დადგენილი იმ აღჭურვილების ნუსხა, რაც აუცილებლად უნდა იყოს ამა თუ იმ კლასის ავტომობილში. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა სახანძრო დანაყოფში ერთი და იმავე კლასის სახანძრო ავტომობილში არსებული აღჭურვილების ნუსხა ერთმანეთისგან განსხვავდება. დანაყოფის ხელმძღვანელებს მათ მიერ შემუშავებულ ნუსხაში ძირითადად შეაქვთ ის აღჭურვილობა, რაც გააჩნიათ აუდიტის მიმდინარეობისას ზოგიერთ სახანძრო სამაშველო დანაყოფში არ იყო ყველა გათვლისთვის საკმარისი ისეთი საჭირო სახანძრო სამაშველო აღჭურვილობა, რომელიც შეტანილია ზემოხსენებულ ზოგად ჩამონათვალში. გათვლაში ეს სპეციფიკური ტერმინია იგულისხმება სწორედ აი ეს ჯგუფი, რომელიც გადის ამ ღონისძიებებზე. სახანძრო სამაშველო ტექნიკისა და აღჭურვილის რესურსების ათვისების ნაკლოვანებები. არსებული სახანძრო და საავარიო სამაშველო ტექნიკისა და აღჭურვილების რესურსების მაქსიმალურად გამოყენების მიზნით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გამოძახებაზე სათანადოდ აღჭურვილი საკმარისი ძალებით დროულ რეაგირებას. სამსახურში მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს საშტატო რიცხოვნობის სიმცირე, რის გამოც სახანძრო სამაშველო დანაყოფის დამხმარე ძალის მოსვლამდე ვერ უზრუნველყოფს არსებული აქტივების რესურსის მაქსიმალურ ათვისებას. სახელმწიფო რეზერვების მართვის ნაკლოვანებები. ეს ცნობილი თემაა. საანგეტოს არსებული მდგომარეობით გადაცემული აქვს ისეთი რაოდენობის და ნომენკლატურის აქტივები, რომლებიც არ არის განკუთვნილი ყოველდღიური საქმიანობისთვის და თავისი არსით სახელმწიფო რეზერვებს წარმოადგენს. იმის გამო, რომ არ არის დამტკიცებული სახელმწიფო რეზერვის სისტემაში დასაგროვებელი მატერიალური ფასეულებების ჩამონათვალი ნუსხა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა, აღნიშნულ ქონებას არ აქვს მინიჭებული სახელმწიფო რეზერვის სტატუსი, რაც სამსახურს საშუალებას აძლევს საჭიროების შემთხვევაში მთავრობასთან შეუთანხმებლად გამოიყენოს მისთვის საჭირო აქტივები, რაც დაუშვებელია სახელმწიფო რეზერვებთან მიმართებით. ისევე, როგორც ყველგან, გვაქვს ინვენტარიზაციის ნაკლოვანებები. სამსახურში 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს აქტივების სრული ინვენტარიზაცია და რაც არ არის დასრულებული, შედეგად აუდიტმა ვერ უზრუნველყო რწმუნების მოპოვება აქტივების სისრულესა და არსებობაზე. აღნიშნული ძირითადად გამოწვეულია ბოლო წლებში სამსახურის ორგანიზაციული სამართლებრივი ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარების ხშირი ცვლილებით, რომელიც ხორციელდებოდა დარღვევა ნაკლოვანებებით, კერძოდ აქტივების გადაცემა ხორციელდებოდა მხოლოდ დოკუმენტურად ფაქტობრივი ნაშთების აღწერილობის და გადაბარების გარეშე. 2020 წლის თებერვლამდე სამსახურის აქტივებზე მატერიალური პასუხისმგებელი პირები არ იყვნენ განსაზღვრული, რაც ერთის მხრივ წარმოადგენს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევას, ხოლო მეორეს მხრივ შეუძლებელს ხდის კონკრეტულ მატერიალურ ფასეულებაზე პასუხისმგებელი პირის მოძიებას. მიმდინარე ინვენტარიზაციის ფარგლებში საწყობში გამოვლენილია დიდი ოდენობის ქონების ზედმეტობა და დანაკლისი. მატერიალური პასუხისმგებელი პირების არარსებობის გამო დანაკლისის დაკისრება კონკრეტულ პირებზე ვერ ხორციელდება და ბუღალტრულად ირიცხება, როგორც საწყობის დანაკლისი. მასალების მნიშვნელოვანი ნაწილი გადაგზავნილია გენერალურ ინსპექციაში, სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში. რამდენიმე თანამშრომელს, მათ შორის ყოფილ თანამშრომელს ერიცხებათ მნიშვნელოვანი ოდენობის და ღირებულების ძირითადი აქტივები, თუმცა აღნიშნული აქტივების ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა. სამსახურში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად თითქმის ყველა ობიექტზე გამოვლინდა გარკვეული სახის ქონების დანაკლისი, საიდანაც მნიშვნელოვანი ნაწილი აღმოჩნდა სხვა ობიექტებზე და ზედმეტობად იქნა დაფიქსირებული. აღნიშნული ძირითადად გამოწვეულია ქვედანაყოფებში ოპერაციების არასადადო დოკუმენტირებითა და საბუღალტრო აღრიცხვის სპეციალისტების სიმწირით და არარსებობით. ასევე გამოვლინდა ხარვეზები შესყიდვებში, თუმცა ეს ხარვეზები არ იყო ისეთი არსებითი და მნიშვნელოვანი, რომ მასზე რეკომენდაცია გაგვეცვა, მაგრამ აუდიტორიას მოახსენა ამის თაობაზეც
სამსახურში შეწყდების წლიური გეგმებით გამოყოფილი საბიუჯეტო სასწრებზე გაცილებით მეტი ღირებულების შესყიდვების განხორციელება იგეგმებოდა, რაც არ შეესაბამებოდა მოქმედ კანონმდებლობებს. რა თქმა უნდა, ეს უზუსტობები და ხშირი ცვლილებები იყო. მნიშვნელოვანი ხარვეზებით მიმდინარეობდა სამსახურის მიერ თანამშრომლებისათვის სხვადასხვა სახის უნიფორმის შესყიდვის პროცესი. როგორც დაგეგმვის, ისე განხორციელების ეტაპზე, რის გამოც ვერ ხორციელდებოდა პირადი შემადგენლობის შესაბამისი საკონე დროული უზრუნველყოფა. სამსახურის მიერ გამოცხადებულ ორ ტენდერში გათვალისწინებული იყო ისეთი პირობა, რომლის აუცილებლობაც არ იდგა. კერძოდ პრეტენდენტს უნდა წარმოედგინა ექსპერტიზის დასკვნა ტენდერის უნიკალური ნორმის მითითებით. აღნიშნული პირობა არ შესრულებულა, თუმცა ამის გამო დისკვალიფიკაცია არ მოხდა, ანუ ეს პირობა არასაჭიროს და არააუცილებელი წარმოადგენდა და შესაბამისად ამაზედაც გარკვეული მითითებები მივეცით აუდიტის ობიექტს. შესაბამისად გაიცა 5 რეკომენდაცია, რომელიც ძირითადად ეხება ქონების მართვის საკითხებს. პირველი რეკომენდაცია. საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნის დონის სასამაღლებლად გააქტიურონ საქმიანობა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და დონორ ორგანიზაციებთან, რათა უზრუნველყოს არსებული მიწის ნაკვეთების ეფექტიანად გამოყენება, პრიორიტეტულ ლოკაციებზე ახალი სახანძრო სამაშველო ობიექტების შენობების დაჩქარება, არსებული სახანძრო სამაშველო დანაყოფების შენობების მოქმედ რეგულაციებთან მაქსიმალურად მიახლოება ნორმების. შესრულების სტატუსია მიმდინარე დააღნიშნო, რომ ობიექტმა სამსახურმა წარმოადგინდა სამოქმედო გეგმა დროულად გაწერილი არის ყველა აქტივობები და შესაბამისად მიმდინარეობს ჩვენი მხრიდან მონიტორინგი. რეკომენდაცია მეორე. ყველა რეკომენდაციის ადრესატს წარმოადგენს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების მქონე სპეციალიზებული ტრანსპორტით და აღჭურვილობით სამსახურის ქვედანაყოფების თანაბრძოლიერად უზრუნველყოფის მიზნით სამსახურმა შეიმუშაოს და დაამტკიცოს შესაბამისი მარეგულირებელი აქტები, რომლებითაც განსაზღვრული იქნება სახანძრო სამაშველო ქვედანაყოფებისათვის საჭირო სატრანსპორტო საშუალებების სახეობები და რაოდენობა, დადგინდება მინიმალური მოთხოვნები იმ სახანძრო სამაშველო აღჭურვილობისადმი, რითაც აუცილებლად უნდა იყოს დაკომპლექტებული ყველა სახის ავტომობილი. შესრულების სტატუსი ამ რეკომენდაციის არის მიმდინარე. მესამე რეკომენდაცია. საგანგებო სიტუაციის განვითარების შეზღუდვისა და ლიკვიდაციის მიზნით გამოძახებაზე დროული და ადეკვატური რეაგირების უზრუნველსაყოფად განიხილოს სახანძრო სამაშველო ძალების პირადი შემადგენლობის შტატების გაზრდის აუცილებლობის საკითხი, რათა სახანძრო სამაშველო ქვედანაყოფებში მუდმივად მორიგეობდეს შესაბამისი რაოდენობის ცოცხალი ძალა. შესრულების სტატუსი მიმდინარე, რა თქმა უნდა, რთული იყო ჩვენი მხრიდან ამ რეკომენდაციის გაცემა, მაგრამ იმდენად აქტუალური არის ეს საკითხი, რომ ჩვენ მივეცით თავისუფლება და ეს რეკომენდაცია გავეცით. რეკომენდაცია მეოთხე. გააქტიურონ საქმიანობა სახელმწიფო რეზერვების სააგენტოსათვის გადაცემული ისეთი აქტივებისათვის შესაბამისი სტატუსის მისანიჭებლად, რომლებიც არ არიან გაკუთვნილი ყოველდღიური საქმიანობისთვის და თავის არსით წარმოადგენს სახელმწიფო მოკლედ უნდა განისაზღვროს ნუსხა საქონლის სტრატეგიული მარაგების, რომელიც იქნება ხელშეუხებელი. ეხლა ამ შემთხვევაში ეს სტატუსი კონკრეტულად ისთემური არსებობს რაღაც სტრატეგიული მარაგები, არის რატომაც არა საწვავის მარაგი, მედიკამენტების მარაგი და ასე შემდეგ. რომელიც არ არის და სხვათა შორის ჩვენ ამ საკითხზე მუდმივად გვაქვს ხოლმე მითითებები, რომ ეს საკითხი მოსაგვარებელია მაქსიმალურად ობიექტის იმას ცდება ამ საკითხის მოგვარება. მეხუთე რეკომენდაცია. კუთვნილი აქტივების სათანადო დაცვის მიზნით სამსახურმა დაგეგმოს და გაატაროს გადაუდებელი ღონისძიებები, რათა დროულად დასრულდეს წლების განმავლობაში მიმდინარე ინვენტარიზაციის პროცესი, რისთვისაც განიხილოს ინვენტარიზაციის სამუშაო ჯგუფის მაქსიმალურად გაძლიერების საკითხი, განიხილოს საბუღალტრო აღრიცხვის სპეციალისტების საშტატო ერთეულების დაშვების საკითხი სახანძრო სამაშველო ძალების მთავარ სამმართველოებში, ინვენტარიზაციის საბოლოო შედეგების განხილვის პროცესში გამოიყენოს სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის რესურსი. შესრულების სტატუსი მიმდინარე. აუდიტის ობიექტთან ძალიან კონსტრუქციული
განსაკუთრებით ქონდა განხილვის პროცესში, პროექტის განხილვის პროცესში მაქსიმალურად პოზიციების შეჯერდა, რა თქმა უნდა, ჩვენი მოსაზრებები მათ მიერ გაზიარებული იქნა, შესაბამისად ყველა რეკომენდაციას ეთანხმებიან, სამოქმედო გეგმები წარმოდგენილია და თანამშრომლობთ უკვე ამ ნაწილში ძალიან დაყოფიერად. მადლობა. მადლობთ. ბატონო გიორგი, ბატონო თეიმურაზ, რომელი გაცემთ პასუხს? მოგესალმებით, მადლობა. მე დავიწყებ და ბატონი თემურიც პერიოდულად ჩაგვერთვება. მადლობა აუდიტის სამსახურს გაწეული სამუშაოსთვის. ჩვენს მიმართ იყო წარმოდგენილი 5 რეკომენდაცია, 5-ვეს, რა თქმა უნდა, ვიზიარებთ და წარმოდგენილი გვაქვს 5-ვე მათგანზე შესაბამისი სამოქმედო გეგმა, თუმცა გავყვები ნუმერაციის მიხედვით. პირველი რეკომენდაცია, რომელიც შეეხებოდა სახელმწიფო სამუშაო სამსახურების შენობებს და ასევე მიწის ნაკვეთებს, აქ ჩვენ შემუშავებული გვაქვს 100 წლიანი გეგმა საერთო ღირებულებით 300 მილიონი ლარის, რომელმაც ჯამურად 90 ახალი შენობა უნდა ააშენოს, თუმცა აუდიტის დაწყებიდან დღემდე, ესე იგი 13.5 მილიონი ლარის სამშენებლო სარემონტო სამუშაოები უკვე ჩატარებულია. ქალაქ ონში აშენებულია ახალი სამაშველო შენობა. ბოდიში რამდენი? 13? 13.5 მილიონი, დიახ. სად 300, სად 13 და 13. ის 10 წლიანი გეგმის ფარგლებია და აქედან 3 მილიონი უკვე 30 მილიონის უკვე მიმდინარეობს დამატებით. ეს რაც დასრულდა იმაზე ვსაუბრობ უბრალოდ. ქალაქ ონში აშენდა ახალი სახელმწიფო სამაშველო შენობა და 15 სხვადასხვა ლოკაციაზე, ეს არის სოფელი აფენი, ქარელი, გარდაბანი, დმანისი, ნინოწმინდა, ადიგენი, ვალე, ქუთაისი, ცაგერი, ფოთი, ქალაქი ბათუმი, ურიკი, კაპრომანა, შეკვეთილი და გრიგოლეთი მოეწყო. მსუბუქი კონსტრუქციები ეს ეგრეთ წოდებული სენდვიჩ პანელებს რომ უძახიან, რომლითაც ამოიცვალა ის დაზიანებული და ამოვიძებული შენობები, ასევე საუბარი იყო აუდიტის დასკვნაში ფოთში არსებულ წყალზე სამაშველო განყოფილებაზე, რომელიც მოწყობილი არ იყო აუდიტის პერიოდში, ეგრეთ დასრულებულია და დღეს იქ განთავსებულია სამაშველო განყოფილება. აქვე იგივე პერიოდში დაემატა 27 სანაპირო ზოლის კოშკურა, ეს შავი ზღვის სანაპიროზე, ხოლო ერთი დაემატა შაორის ტბაზე დამატებითი კოშკურა. და 5 მილიონი ლარის სხვადასხვა განყოფილებებში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები. გარდა ამისა, უკვე მიმდინარეობს 10 ახალი შენობის წეღარას თქვი 30 მილიონი ლარის, ეს არის ქალაქ თბილისში, დიღომში და მახათასცაზე, საჩხერეში, ლაგოდეხში, დაბა ხულოში, დაბა შუახევში, ლანჩხუთში, ადიგენში, ბორითში, ბაკურიანში. შენობების ხარჯთაღლისვა მომზადებულია და მიმდინარეობს შესყიდვის პროცედურები, რომელიც წლის განმავლობაში უკვე 10-ვე მათგანზე დაიწყება სარემონტო სამშენებლო სამუშაოები. გარდა ზემოაღნიშნულისა დაწყებულია, ესე იგი, ქალაქ თბილისში ცინცაძის ქუჩაზე მდებარე სახელმწიფო სამაშველო შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხევსურთ სოფელსა და აფენში სენდვიჩ პანელების კონსტრუქციების მშენებლობა და ასევე თბილისში ოპერატიული მართვის ცენტრის მოსაწყობი სამუშაოები. აქვე იყო საუბარი მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით, რომელიც აქვს საკუთრებაში სამსახურს. აბაშაში მიწის ნაკვეთზე დაგეგმილია გაფართოება, იმიტომ რომ არსებული ვერ პასუხობს იმ სტანდარტებს, რაც საჭიროა შენობის დასაშენებლად და გაფართოების შემდეგ ველოდებით უკვე საპროექტო სამუშაოების დაწყებას. ხელვაჩაურში არსებული შენობის მხოლოდ ნაწილი ჰქონდა ჩვენ საკუთრებაში და მოხდა ამისი სრული შენობის გადმოცემა და ეხლა უკვე მიმდინარეობს პროცედურები ასევე მისი სარემონტო სამუშაოებისთვის. და ბათუმის მეორე განყოფილების ავარიული შენობის ჩანაცვლების მიზნით ვეძებთ მიწის ნაკვეთებს, რაც შემდგომ უკვე განთავსდება ჩვენი ახალი შენობა, ამაზეც იყო საუბარი აუდიტის დასკვნაში. ეს არის ძირითადი ჩვენ პერიოდი მითითებული გვაქვს გეგმა 27 წლამდე დასრულება, თუმცა გასაგებია რომ სარემონტო სამუშაოები და ახალი შენობების აშენება ეს მუდმივი სამუშაო არის ჩვენი სამსახურისთვის.
მეორე რეკომენდაცია შეეხებოდა ქვედანაყოფებისთვის სატრანსპორტო საშუალებებს და სპეცტექნიკას. აღნიშნული მიმართულებით პროგრესი უკვე გვაქვს ჩვენ აუდიტის პერიოდში 53 ახალი სატრანსპორტო საშუალება დავამატეთ, ჩავანაცვლეთ ბოდიში და ერთი დავამატეთ. ეს 53-ე არის სახანძრო სამაშველო სამუშაოებისთვის, ეს ავზიანი მანქანები და მათ შორის 3 თანამედროვე კიბე. აქვე იგივე პერიოდში აუდიტში ნახსენები იყო, რომ ზოგიერთ დანაყოფს ჰქონდა დანაკლისი მაღალი გამოვლობის ეგრეთ წოდებული პიკაპების, რომელთაც სამაშველო ჯგუფები გადიან ხოლმე. 38 ერთეული მსგავსი პიკაპი აღიჭურვა და გადაეცა სამსახურს, რომელსაც სრულად დაკომპლექტდა უკვე საგარეჯო, გურჯაანი, მარნეული, ბოლნისი, მანგლისი, თბილისი, დუშეთი, ყაზბეგი, კასპი, ხაშური, ქარელი, ბორისი, ტყიბული, ლანჩხუთი, ჯოხატაური, აბასთუმანი, ბურჯომი, ადიგენი, ასპინძა, ნინოწმინდა, ხელვაჩაური, ქედა, გუდაური, ქუთაისი, მესტია, მარტვილი, ხობი და ასე შემდეგ დანაყოფები, რომლებიც მოხსენიებული იყო აღნიშნულ რეკომენდაციაში და ფაქტობრივად ეს სრულად გადაფარულია. რაც შეეხება ავტომობილებს, ბუნებრივია ეს 53 ავტომობილი საკმარისი არ არის და ეს პროცესი მიმდინარეობს. 23 წელს ასევე ჩვენ დამატებით 4 ერთეული მცურავი საშუალება კატერი შევიძინეთ. ჯამური ღირებულებით თითქმის 2 მილიონი ლარი, 24 წელს შეძენილი იქნა ასევე 15 ერთეული სწრაფმავალი კატერი და 25 წელს უკვე შეძენილია 12 ერთეული წყლის სკუტერი და რამოდენიმე სწრაფი რეაგირებისთვის გასაბერი ნავები, რაც საერთო ჯამში ფარავს ჩვენ საჭიროებას წყალზე სამაშველო ოპერაციების ჩატარებაში. რაც შეეხება ნუსხის დამტკიცებას, ჩვენთან მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულია მეხანძრე მასურთელ სარგებლობაში არსებული სახანძრო სამაშველო აღჭურვილობის ნუსხა. ზოგადი ნუსხა მოიცავს ყველა იმ საჭირო ინვენტარს, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას ამა თუ იმ ოპერაციის დროს. რაც შეეხება კონკრეტულად განსაზღვრას თითოეულ ავტომობილზე თუ რა ტიპის ავტომობილში რა ინვენტარი უნდა იყოს განთავსებული, ეს ავტოპარკის სტანდარტიზაციის და განახლების დასრულების შემდგომ შესაძლებელი იქნება, რომ ინდივიდუალურად განისაზღვროს უკვე ავტომობილის ტიპების მიხედვით თუ რა აუცილებელი აღჭურვილობა უნდა იყოს მასში განთავსებული. ძირითადად ავტოპარკის გადაიარაღების და განახლების პროცესის დასრულებასთან არის ეს დაკავშირებული, რაც ასევე გაზიარებულია ჩვენს მიერ და იქნება დასრულებული. შემდეგი რეკომენდაცია ნომერი 3 ეხებოდა პირადი შემადგენლობის და სიმცირეს და შტატების გაზრდის აუცილებლობას. დიახ, ეს გამოწვევა იდგა ჩვენს წინაშე, რომელიც გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, რომ მუდმივად არის და ეს განგზობადი ეტაპია, თუმცა აუდიტის დასრულებიდან დღემდე ჩვენ დამატებით სახანძრო სამაშველო დანაყოფები 353 საშტატო ერთეულით გავაძლიერეთ და ის გამოწვევა, რომელიც იყო წარმოდგენილი აუდიტის დასკვნაში, აღმოფხვრილია. ასევე 2019 წლიდან დანერგილია და აქტიურად ვითარდება მოხალისის ინსტიტუტი, რომელიც გარკვეულწილად აბალანსებს აღნიშნულ გამოწვევას. ჯამში 530-ზე მეტი მოხალისი არის რეგისტრირებული უკვე ჩვენთან და ისეთი მასშტაბური ღონისძიებების დროს, როგორც არის თქვა წყის ხანძრები და ასე შემდეგ, შესაძლებელია მათი დამატებითი გამოყენებაც. შესაბამისად, პირველ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რომ გაზიარებული და აღმოფხვრილია, თუმცა საშტატო ერთეულების ზრდა და ზოგადად პირადი შემადგენლობის გადამზადება ჩვენი მუდმივი პრიორიტეტი იქნება და ეს რეკომენდაცია სავარაუდოდ განგრძობადად გვაქვს გაზიარებული. აქვე არის მეოთხე რეკომენდაცია, ესე გააქტიუროს საქმიანობა სახელმწიფო რეზერვების სააგენტოსთვის გადაცემული ისეთი აქტივების სტატუსის მისანიჭებლად, რომელიც არ არის განკუთვნილი ყოველდღიური საქმიანობისთვის.
ამ მიმართულებით იცით რომ დამოკიდებული ვართ ორი დადგენილების ძალაში შესვლასთან, ეს არის პირველი საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების ობიექტების, როგორც განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ობიექტების, აგრეთვე სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სისტემაში დასაგროვებელი მატერიალური ფასეულობების ნუსხის დამტკიცების შესახებ, პირველი და საქართველოს სახელმწიფო რეზერვების მატერიალურ ფასეულობათა ნომენკლატურის და დაგროვების ოდენობის დამტკიცების შესახებ მიღებასთან. აღნიშნული დადგენილების პროექტების შემუშავება მიმდინარეობს, შემუშავდა უпростоრეთ და უკვე სამინისტროსთან და შესაბამის სამუშაო ჯგუფთან ერთად უწყებათა შორის ფორმატში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რომ ეს ნუსხები იყოს შემდგომ უკვე დამტკიცებული. 28 წელი გვაქვს მითითებული, თუმცა ეს მარტო ჩვენზე დამოკიდებული აქტივობა არ არის და გვიჭირს წინასწარ პასუხისგაცემა, თუმცა ვფიქრობთ, რომ 28 წელი ეს საკმაოდ გონივრული პერიოდია. და მეხუთე რეკომენდაცია ეხებოდა ინვენტარიზაციას, აქ რამდენიმე საკითხიდან შედგებოდა, ეს იყო რომ გაგვიძლიერებინა სამუშაო ჯგუფები, დაგვემატებინა მთავარ სამმართველოების საშტატო ერთეულები და ასევე მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები, რომ მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები ჩაგვერთო ინვენტარიზაციის პროცესში. ესე იგი, სამუშაო ჯგუფები შექმნილია და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები დამატებული არიან და აქტიურად მუშაობენ. სხვა დანარჩენ ჯგუფებთან ერთად, რაც შეეხება სხვა დანარჩენს, გასათვალისწინებელია, რომ სამსახურის სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების რაოდენობა და მასშტაბი არის საკმაოდ ისეთი მსხვილი და ბოლო პერიოდში ინვენტარიზაცია თითქმის არასდროს გაკეთებულა, მოიხსენებათ, რომ სამაშველო სამსახური ჯერ იყო მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში, შემდგომ იყო მთავრობის ქვეშ, ბოლოს გადმოეცა უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა შეიქმნა სახელმწიფო სამაშველო ძალების დეპარტამენტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების სამუშაო ჯგუფები, ეს აუდიტის პერიოდში, რომლითაც მიმდინარეობს ფასეულობების ფაქტობრივი აღწერა. აუდიტის დასკვნაში ნახსენები იყო, რომ სხვადასხვა დანაყოფებს ჰქონდათ მეტობა ნაკლებობები, ერთი და იგივე ტიპის ნომენკლატურული საკონლის. ეს მეტნაკლებობების გადაფარვა უკვე განხორციელებულია რეგიონების მიხედვით და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები გაფორმებულია. ამჟამად მიმდინარეობს ფაქტობრივად არსებული ნაშთების ბუღალტრულ ნაშთებთან ურთიერთშედარება, ასევე გამოვლენილი ზემოქმედების და დანაკლისების გადახედვა და მარტი ურთიერთგადაფარვა. ჩვენ ვადა გვაქვს აღებული აუდიტის სამსახურთან 31 ივლისამდე აღნიშნული ღონისძიებების დასრულების, რასაც ამ პერიოდში დავასრულებთ და წარუდგენთ სრულ შედეგებს ინვენტარიზაციის. ეს იყო მეხუთე რეკომენდაცია, რასაც ასევე ვიზიარებთ და მადლობა აუდიტის სამსახურს გაწეული სამუშაოსთვის. შეკითხვები ბატონი ილია, ბატონი ბეჟანი. მოგესალმებით. პირველი კითხვა მაქვს აუდიტის სამსახურთან. პირველ რიგში მადლობა თქვენი გაწეული სამუშაოსთვის. იმ რეკომენდაციების გაცემის პერიოდში, როდესაც თქვენ გასცემთ ამ რეკომენდაციებს, თუნდაც ტექნიკურად აღჭურვის, მოწყობის და ასე შემდეგ. ეს რომელიმე ქვეყნის სტანდარტს შეესაბამება თუ ეს ჩვენი შიდა რამე სტანდარტს უნდა ექვემდებარებოდეს, თუ არსებობს ასეთი და თუ არ არსებობს რეკომენდაციებში თუ გაქვთ მითითებული რამე სტანდარტი, რომელ სტანდარტსაც მინიმუმ უნდა აკმაყოფილებდეს ესა თუ ის თუნდაც ტექნიკური და თუნდაც აპარატურული აღჭურვილობა, რომელზეც არის საუბარი. და მეორე კითხვა მაქვს ბატონ გიორგისთან. იმ ჩამონათვალში არ მომხვდა ყურში სამეგრელოს მუნიციპალიტეტები და ვიმედოვნებ, რომ იქნებ რამენაირად აბაშა ერთია მაგ ტექნიკურად ტექნიკის განახლებაზე არ იყო საუბარი, იქ იყო მშენებლობაზე და ძალიან მივესალმები, დიდი მადლობა რომ აბაშას ესეთი ყურადღება მიაქციეთ, მაგრამ აბაშის გარდა გვაქვს კიდე ძალიან ტკბილნეული მოგეხსენებათ. ხო, ამ ბოლო წლებში წყალდიდობებმა ამინდიდან გამომდინარე დიდ თოვლობამ ძალიან
დიდი პრობლემები შექმნა მუნიციპალიტეტებში და დახმარება ალბათ მაგათაც ჭირდება და მინდა გთხოვოთ, რომ ეს მიმართულებაც გავითვალისწინოთ მომავალოდ. აქ შედის როგორც აბაშა, ისე მარტვილის მუნიციპალიტეტი, ჭხოროწყუს მუნიციპალიტეტი, წალენჯიხა, უფრო იქით ზესტაფონი აგერ კოლეგა თავის მიმართულება აინტერესებს და მოკლედ აი ეს არის ის ჩემი კითხვები, რომელზეც მინდა პასუხი მოვისმინო. მადლობა. საჩაინიშნად შეკითხვები და შემდეგ ერთად გავცეთ პასუხი. ბატონო ბეჟანი. მოგესალმებით, მეგობრებო. ძალიან მინდა რომ კარგად გამიგოთ და აი ამას მიმართულებით ვიტყვი. ძალიან მნიშვნელოვანი სამსახურია. აი ამ პერიოდის 5-6 წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი საგანგებო მდგომარეობა ჰქონდა ქვეყანაში, მათ შორის სამაჟორიტარო რაიონებში ხოდა ბატონ თემურთან ძალიან ჭიდროთ ურთიერთობა და ნამდვილად ისეთი რაღაცა გადალახენ იმ პერიოდში, რომ რა ვიცი, მალოვეს მეტი არაფერი არ მეტყვის. ეხლა ესეც ეს სტრუქტურაც ასევე ძალოვანი სტრუქტურაა, მაგრამ მე რეალობა უნდა ვთქვა, რომ შედარება არ არის მისი აუდიტის დასკვნასა და წინათ განხილულ შორის. აქ ბევრი ბატონმა გივი მახსნა დეტალურად გაიარა ყველა შენიშვნები, მე ბევრს ვეთანხმები, იმიტომ რომ აქ არის ბევრი ისეთი შენიშვნებია, რომლის შესრულება ობიექტურ მიზეზებთან არის დამოკიდებული, თუნდაც იმიტომ რომ მათ ორივეს კარგად ყველაზე მეტად უნდათ რომ მძიმე ტექნიკი და იმ ტექნიკით დააკომპლექტონ მთელი რაიონები, შენობები კარგი კონდეს, მაგრამ ეს უბრალოდ მათ იმაში არ შედის, ეს არის ფინანსებზე დაკავშირებული და ჩვენ ყველანაირად ვაძლევთ და ვცდილობთ რომ ბიუჯეტი და რაც შეიძლება მეტი თანხა მიცენ და წარმოადგინა გეგმა, რომელიც 10 წლის განმავლობაში რა უნდა გააკეთოს. ნუ ეს მათი პირდაპირ და მოვალეობა, მაგრამ მათი ეს განხორციელება მასზე მარტო მათ კარგ მუშაობაზე არ არის დამოკიდებული. ასევე მე გვეთანხმები ავდიტს, რომ აქ მნიშვნელოვანია საშტატო ერთეულების გაზრდა და ისინიც ალბათ გააკეთებენ ყოველივე ამას. მაგრამ არის შენიშვნები, რომელსაც მე მაგალითად განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევდი და ასეთი რომ არ გამეორდეს. მე მესმის რომ ეს სამსახური ისეთი სამსახურია, რომელიც შეიძლება რაიმე გამარტივებული წესებით ყველაზე მეტი უნდა მოუწიოს, იმიტომ რომ რა დროს რა მოხდება ჩვენ არ ვიცით. მაგრამ თუმცა უნდა ვეცადოთ რომ გარკვეული ძირითადი ნაწილები ბატონებო, ჩვენეთ ჩავსვათ თავდაპირველ გეგმაში, რომ ამდენი არ გამოვიდეს, იმიტომ რომ ცუდად იჟღერებ და ხარ გავაჟღერებ იმ ციფრს, მაგრამ მე მესმის რატო ხდებოდა იგი, თუმცა ეს გასათვალისწინებელია, ასევე არა რელევანტური დებულები შესყიდვაში ჩაისვა არა რელევანტური მოთხოვნები, რომელიც არ იყო გათვალისწინებული, მაგრამ კონკურსანტმა მაინც გაიმარჯვა. ეს ცოტა კითხვის ნიშანს ბადებს და მოდი რომ ასეთი კითხვის ნიშნები აღარ იყოს ამ მიმართულებით. საერთო ჯამში მე დადებითად შევაფასებდი, მაგრამ ერთი ყველაზე დიდი სცენი, რაც აქვს ყველა სამსახურებს, ეს არის ინვენტარიზაცია. და მერწმუნეთ, მეგობრებო, ხა ხშირად ვამბობ, მაგრამ ჩემი დაჯინებით კი არ ვამბობ ამას. ვამბობ, რომ სხვანაირად არ შეიძლება სადაც არ არის ინვენტარიზაცია ჩატარებული 5 თუნდაც 1 წელი ადრე იყო რომ ტარდებოდა წელიწადში ერთხელ აუცილებელი იყო. თუნდაც მაშინაც არ დარდებოდა ხარისხიანად ერთიდან გადაწერდნენ ბუღალტრული ბალანსი დავთრების უძახოდნენ მაშინ გადაწერდნენ მეორეში, მაგრამ მაინც ხდებოდა იქ რაღაცების ზედმეტობისა და გამოვლენა. თუმცა როცა ათეული წლებით ინვენტარიზაცია არ განხორციელებულა ორგანიზაციაში, მიეცუმნეთ და სამხილო სტრუქტურებში, შეუძლებელია იქ ისაუბრო რამე ფინანსურ კარგია თუ ცუდია. ეგ თავდება ყველაფერი. ამიტომ უნდა ვეცადოთ რომ რაც შეიძლება ეს მალე სწრაფად დავასრულოთ და ის პირველადი დოკუმენტაცია გქონდეს ხელში, რის სარკე ფაქტიურად ორგანიზაციის, რომელსაც შეგვიძლია ჩვენ კორექტირებები გავაკეთოთ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობთ, სანამ პასუხებზე გადავალთ, მეც ვიტყოდი, რომ ჩვენარი ქვეყნისთვის, რომელიც თაგორიანია და სხვადასხვა ტერიტორიაზე სუბტროპიკებიდან უდაბნომდე გრძელდება, აუცილებელი არის კარგად გამართული მუშაობა სამაშველო სამსახურის. ჩვენ რა თქმა უნდა, ბატონო გიორგი, ბატონო თემური, თუ საჭირო არის, ჩვენ შეგვიძლია საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი ვარ, ჩვენ ვიხილავთ ბიუჯეტს და
დამატებით რეკომენდაციებში ჩავსვათ დაფინანსების გაზრდა. თუმცა რაც აქ ითქვა ის მცირედი, მაგრამ ის ხარვეზები აუცილებლად უნდა იყოს ამოყრილი, იმიტომ რომ ჩვენ გიცნობთ თქვენ ბატონო თემურ თქვენ მუშაობას, წარმატებულ მუშაობას პირდაპირ ვიტყვით და გვინდა რომ მარტო კონკრეტული დავალების კარგი შესრულებით კი არა, საერთოდ გამართული იყოს ყველანაირად ეს სამსახური. ეხლა კითხვებს უპასუხოთ და ამით საკითხიც ამოწურული იქნება. გთხოვთ. ბატონო ზაზა, ბატონო სუთ. კი ბატონო, აი კითხვას უპასუხებ კრიტერიუმის ფორმულირებასთან დაკავშირებით. Რა თქმა უნდა, თუ კონკრეტულად განსაზღვრულია კანონით დაუშვათ, რომ უნდა არსებობდეს გარკვეული ნომენკლატურა, გარკვეული წესი, ბუნებრივია ამას ვუყურებთ და შემდგომ ფორმულირებას უკეთებთ რეკომენდაციას ისეც, რომ ასეთი წესი უნდა შეიმუშაოს აუდიტის ობიექტმა. თუმცა ასევე სიღრმეში შევდივართ ასეთი ტიპის წესების და ვსწავლობთ საერთაშორისო პრაქტიკასაც. ანუ რამდენად თქვათ აპრობირებულია საერთაშორისო პრაქტიკაში, რა ტიპის წესები მოქმედებს და დაახლოებით ეს მიახლოებითი ტიპის წესთან დაკავშირებით გავცემთ ხოლმე რეკომენდაციას. ნუ პრინციპში საერთაშორისო პრაქტიკასაც თითქმის ყოველთვის ვსწავლობთ ამ მიმართულებით. ეს იყო კითხვა უბრალოდ ჩვენთან დაკავშირებით და ზოგადად საგანგებო სიტუაციების სამსახურთან დაკავშირებითაც ვიტყვი ბატონმა ბეჟამა ბრძანა რომ ფინანსების გაზრდასთან არისო რეკომენდაციები დაკავშირებულიო და დიახ და თქვენ იცით რომ ჩვენ ძალიან ვერიდებით ხოლმე რომ ასეთი ტიპის რეკომენდაციები გავცეთ, თუმცა ისევ და ისევ იქიდან გამომდინარე რომ საგანგებო სიტუაციების სამსახური არის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სამსახური, აი სწორედ ამიტომ გავამახვილეთ ამ საკითხებზე თქვენი ყურადღება. მადლობა. ბატონო გიორგი, თქვენთან გქონდა შეკითხვა. დიახ, პირდაპირი არ არის კავშირში, მაგრამ სამეგრელოს შენობა ნაგებობების შემდგომ განვითარებაზე მე ვთხოვ ბატონ თემურს. ბატონო, მოგესალმებით. პირველ რიგში მეც მინდა ვისარგებლოს შემთხვევიდან აუდიტორებს დიდი მადლობა გადაუხადო ასეთი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ვისარგებლებ შემთხვევით და მეც ორი სიტყვით მოგახსენეთ, რაც შეეხება სამეგრელოს მიმართულებით სახანძრო სამაშველო შენების ახლით აშენება საკმაოდ თუ სადმე შეიძლება ითქვას, რომ რომელიმე რეგიონი მოვიცვით, ეს არის სამეგრელო, ამ ეტაპზე წალენჯიხა, ცხოროწყო, მარტვილი, ნუ ფოთშიც როგორც ბატონმა გიორგიმ აღნიშნა მომაწყვეთ იქ რიონზე გასასვლელი სამაშველო მიმართულებით რო სწრაფი რეაგირებისთვის უფრო მეტი ხელშეწყობა ყოფილიყოს მცურავი საშუალებების ორი სიტყვით ვიტყვით თქვენის ნებართვით ბატონო ბეჟანა ამ ტენდერებთან დაკავშირებით ეს ორი რეკომენდაცია რაზეც არის გაცემული მინდა რომ ბუკვალურად ჩავიკითხო ეს რა ეს არის ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ 150 წყვილი უნიფორმის შესყიდვაზე, სადაც ჩადებული იყო გარკვეული პირობა, რომელიც ტენდერიც არ შედგა პირველ ეტაპზე, გამოცხადა შემდგომი ტენდერი და შედგა პირველი ტენდერი იყო გამოცხადებული 129,150 ლარზე, ხოლო მეორედ ჩატრიალებული ტენდერი უკვე შედგა 129,150 ლარად. აქედან გამომდინარე, გამარჯვებული ვერ აკმაყოფილებდა იმ კონკრეტულს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ რაციონალურად მოგვეხდინა ხარჯების გახარჯვა, ასე ვთქვათ, შეთანხმება მოხდა, რომ ის კონკრეტული, თუმცა არ უარესდებოდა არც ტექნიკური პარამეტრები და არც მოწოდების ვადები, მხოლოდ ამიტომ დაუშვით ეს ერთი გამონაკლისი. აქვე მინდა ვისარგებლო კიდევ ერთ შემთხვევით და მოგახსენოთ, რომ არსებობს რამოდენიმე ტიპის ფორმა ჩაცმულობის, აღჭურვილობის ნორმები ჩვენ სამსახურში, ეს არის დაწყებული საზღვაო სეზონისთვის შორტი მაისური დამთავრებული მეხანძრე-მაშველის ცეცხლმედეგი ფორმით. ცეცხლმედეგი ფორმა ყოველი ასე ვთქვათ შესყიდვა სამსახურისთვის გარკვეულ პრობლემას წარმოადგენდა გამომდინარე იქიდან რომ ქვეყანაში სულ ერთი ან ორი მომწოდებელია რომელიც მუდმივად იღებს მონაწილეობას ტენდერში 2005 წლის ბოლოს აღნიშნული შესყიდვები გადაეცა შესყიდვების სააგენტოს და გამოცხადა კონსოლიდირებული ფორმით თუმცა აქაც ამ შემთხვევაშიც 4ჯერ ვერ შედგა ტენდერი 4ჯერ ვერ შედგა ტენდერი და ამ ეტაპზე მეხუთედ უკვე მიმდინარეა და რომ არა 2019 წელს დაწყებული გარკვეული მარაგების შექმნა სასაწყობო მეურნეობაში ფაქტიურად დღეს ჩვენ დავდგებოდით გარკვეული ასე ვთქვათ პრობლემების წინაშე თუმცა სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა რომ დღეს მეხანძრე მაშველი ისე აღჭურვილი როგორც ევროპის ნებისმიერ წამყვან ქვეყანაში მარაგების კუთხითაც ამ ეტაპისთვის პრობლემები არ გვაგვაჩნია და ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად ვართ და ამ ყველაფრისთვის
თითოეულ მეხანძრე მაშოს დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამ ტრიბუნიდან. მადლობა. გეთახმები ბატონ თემურ და მითო ვთქვი რომ ეს არის ორგანიზაცია რომელსაც ყველაზე მეტი უნდა ქონდეს იმიტომ რომ ვერ განსაზღვრავს პირდაპირ არა დაჭირდება და ამიტომ მაგრამ უნდა ვეცადოთ მეთქი ეს ნიშნავს რომ სადაც შეიძლება და იგი იქ არ გავაკეთო თორე რა თქმა უნდა მე მესმის რომ ბაზა უნდა შეივსოს და ნებისმიერის ფასად ოღონდ ავაკოლექტიროთ რომ სამსახური არ ჩავარდეს ცუდ მდგომარეობაში მე გეთახმებით აბსოლუტურად და ესაც უნდა იყოს აქაც რა თქმა უნდა ყველა თანხდებით იმაზე რომ თვითონ სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე ხა მარტივად რომ თქვა შეიძლება დღეს ნორმის შესაბამისად მივცეთ მეხანძრე მაშოს გარკვეული აღჭურვილობა და ღონისძიების დასრულების შემდეგ შეიძლება საერთოდ გამოსაცვლელი და ამოსაცვლელი გაგვიხდეს აღჭურვილობიდან დაწყებული ფორმით დამთავრებული და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა დაგეგმილი იყო წინასწარ იმ გაგებით და იმ კუთხით რომ არ დამდგარიყო რაიმე სახის დეფიციტი საწყობში და დღესდღეობით აღნიშნული პრობლემები საბედნიეროდ არ გვაქვს. კარგით, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა რეკომენდაციაზე მიმდინარე პროცესია და ეთანხმებიან და დაგეგმილიც არის როდის უნდა შესრულდეს. წარმატებას გისურვებთ ყველას. საკითხი ამოწურულია. მადლობა.